ყველას მოგესალმებით, ეს არის Iron Podcast-ი და დღევანდელი ჩვენი სტუმარი პროფესიონალური მოკრივე გიორგი ჩიღლაძე. როგორ ჩიღლაძე. ჩვენს მაგაცობთ უკვე წლები არის და წლებია გიორგი მისწორებს რომ ჩიღლაძე. ჩემი ვაირო ჩიღლაძეა და ჩიღლაძე. მე კი. ეგ ის უნჩება. გიო, მე გილოცავ, გამარჯვება, შენ ჩაატარე მესამე პროფესიონალური ბრძოლა კრივში. გაიმარჯვე, ლამაზად გაიმარჯვე. მე შევხედე რომ შენ ხარ იდეალურ ფორმაში, ფუნქციონალურ ფორმაში და კარგი ტექნიკური კრივი აჩვენე. მოდი დავიწყოთ ამ ბრძოლით, რამოდენიმე სიტყვა მომზადებაზე, როგორ ჩაიარა, რა მოლოდინები იყო. მომზადება ძალიან კარგად ჩაიარა, საინტერესო იყო. განვითარდი, რაც თავარია. არა უბრალოდ ამ ბრძოლისთვის კი არ მომზადე, უბრალოდ არამედ ამ მომავალ ბრძოლებისთვისაც კარგ ფორმაში შევედი, კარგი გამოცდილება მივიღე, ტექნიკური ხარვეზები, რაც ბევრი მაქვს ძალიან. შეძლებს თეორიულად გამოვასწორო, რაც მოესწრო ამ ერთი თვის თქვენ ხევრის განმავლობაში. რამდენი ხანი გრძელდებოდა მომზადების პროცესი? ასე ვთქვათ, უკვე 2 თვით ადრე ვიცოდი, რომ ამ ბრძოლისთვის უნდა მომზადებულიყავი, დავიწყე მომზადება, მაგრამ 1 თვე ვიყავი საზღვარგარეთ და იქ გავდიოდი კონკრეტულად უკვე ბოლო ეტაპს, სპარინგებს, ფიზიკურ მომზადებას და ასე შემდეგ. მანამდე კიდე ელბრუსზე ვიყავით 2400 მეტრზე, მანდაც ფიზიკური მზადების სამკვირიანი ეტაპი გავიარე, მერე უკვე გავაგრძელე უფრო დაბალ სიმაღლეზე. შეიძლება რომ ვთქვათ, რომ ეს შენი საუკეთესო ფორმა არის? არა, არ ვფიქრობ, იმიტომ რომ იყო რაღაც პატარა ტრაუმები, პატარა პრობლემები. თანაც საუკეთესო ფორმაში რომ მიხვიდე, მაგისთვის გჭირდება რაღაც პერიოდი, რომ სწორი რეჟიმით, სწორი კურსით მოემზადო. და მიხვალ მე იმ საუკეთესო ფორმამდე. და ეხლა ეს ერთ თვეში საუკეთესო ფორმაში ვერ შეხვდა. შენ ემზადებოდი კონკრეტულად ამ მოწინააღმდეგისთვის თუ ეს მომზადება იყო ზოგადი და უბრალოდ შენ ფორმაზე მუშაობდი? სიმართლე რომ გითხრა, მე პირადად ვემზადებოდი ამ მოწინააღმდეგისთვის, იმიტომ რომ ვიცოდით ვინც ხვდებოდა და არ შეცვლილა ეს მოწინააღმდეგე, მაგრამ წვნელთან რო ჩავედი, საერთოდ არ მომზადებდა კონკრეტულად ამისთვის, მომზადებდა ზოგადად ასწორებდა ჩემ ხარვეზებს, რაც ბევრი მაქვს ტექნიკურ დეტალებს და ასე ვთქვათ, ზოგადი ცოდნა მომცა, ზოგადი კვალიფიკაცია ამაღლა რა. მე მინდა შევეხო შენ კრივის ტექნიკას. ჩემი აზრით ხო რაღაც მომენტებში აი შენ გიყვარს ჩხუბი, ხო შედიხარ გაცვლებში. რაც შევატყვი ბოლო ბრძოლებში, რომ კომბინირებულად ურთხავ მუცლიდან თავში გადადიხარ. ადრეც აკეთებდი ამას, მაგრამ ადრე აკეთებდი ხუკებს და ეხლა აკეთებ პირდაპირებს მუცელში და მე ზემოთ გადადიხარ. საკმაოდ ეფექტური არის. ეს კომბინაცია როგორ არის? ეს უფრო ლაგდება ჩხუბის დროს თუ ამზადებ? ყველაფერი ბრძოლაში მოდის, მაგრამ რა თქმა უნდა ფიქრობ, ამზადებ, აზროვნებ რა როგორანაირად გააკეთო, მაგრამ მომენტებში ხდება, რომ ინსტინქტის დონეზე აკეთებ ყველაფერს უკვე იმას, რაც დარბაზში გაქვს დამუშავებული და რაც ბევრი აქვს ნაშრომი. მე როგორც შევხედე შენი ბრძოლა, აი რუსეთში იყო, ამის წინა ბრძოლა, შენ ბევრად უფრო გამოცდილი მოწინააღმდეგე, გადატეხე, ხო ვერ ვიტყოდით, რომ ტექნიკურად რაღაც ორი თავით აჯობე, მაგრამ ფუნქციონალურად გადატეხე სიჩქარის ხარჯზე და კონდიციების ხარჯზე. სწორი არის ეს ჩემი ვარაუდი თუ რატომ მოიგე წინა ბრძოლა? წინა ბრძოლაზეა საუბარი? კი. ფოტოშორის წინა ბრძოლაში მოწინააღმდეგე ფიზიკურად ვიტყოდი, რომ ალბათ უფრო ძლიერი იყო. უფრო ძლიერი იყო. დარტყმებით და ძლიერი, უფრო ფეთქებადი იყო, მაგრამ ეს მოწინააღმდეგე უფრო გამოცდილი იყო. უფრო მეტი ბრძოლები ჰქონდა ჩატარებული პროფესიონალური, მეათე ბრძოლა იყო პროფესიონალურ რინგზე და წინა ბრძოლას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ფიზიკური მონაცემები არის ჩემი კოზირი რა, ღმერთს მადლობა. გამძლეობა ალბათ პირველ რიგში. ფიზიკურობა, გამძლეობა, იმიტომ რომ ბავშვობაში ისე მიწევდა ვარჯიში, რომ ტრენერები დიდი ყურადღება არ მქონდა. საჭხერი სადაც გავიზარდე, არ იყო შესაბამისი დონე იმ ვარჯიშების შეიძლება, მაგრამ მე სულ ვარჯიშობდი ფიზიკურად რა, ხან კროსფიტი, ხან სირბილი, ხან ნანახი მაქვს რას დარბოდი და რა ვარჯიში. და ეს ყველაფერი დაილექა ჩემში რა ფიზიკურად, მერს მადლობა რომ კარგად ვარ ხოლმე ყველა მოწინააღმდეგესთან. მაგრამ არის ტექნიკური ხარვეზები, შეცდომები, რომლებიც ქმნის ხოლმე პრობლემას და სულ მაგაზე ვმუშაობ რა. წინა ბრძოლას რაც შეეხება, ვიტყოდი რომ ალბათ ტექნიკის ხარჯზე უფრო კარგად დავალაგე. ტექნიკურად გავაჩერე. ძალიან დაბალი იყო, ძალიან უხერხული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ყოველთვის მაღალ მოწინააღმდეგეებთან ჩხუბს ვარ მიმშეული და ეს იყო ძალიან ზედმეტად დაბალი ჩემთვის და უხერხულობას წარმოადგენდა ძალიან, მაგრამ ეს დისტანცია, წინახელი, მოძრაობა ბევრი, დაცვა, უფრო დაბალი ტემპის ჩხუბი შევთავაზე
სპეციალურად არ ავყევი გაცვლებში, იმიტომ რომ 6 რაუნდი იყო ხო სწორია? 6 რაუნდი იყო. მოკლე ხელები ქონდა, ძალიან ფეთქებადი იყო და უფრო მეტი საფრთხის შემცველი იყო ჩვენთვის, რომ მაგასთან გაცვლებში წავსულიყავი რა რისკზე. ამიტომ დისტანციიდან და უფრო მშვიდად და წყნარად დავაგროვე. ტექნიკური მხარეები შეიძლება ხდებოდეს ორი მიზეზის გამო, ხო? ეს უბრალოდ როდესაც ცოდნა არ არის, ან მეორე მიზეზი ფსიქოლოგიური მომენტი, ხო? როდესაც ცოდნა არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად ადამიანი ან მზად არ არის, ან სხვა ფიქრებში არის. შენ შემთხვევაში როგორ ფიქრობ, რა გიშლის ხელს? უფრო ფსიქოლოგია თუ უფრო გამოცდილება? გამოცდილება. ცოდნასაც ამბობ, რაც მეც ვახსენე, რომ ბავშვობაში ხო ისაც ჩააწვეთებ ადამიანს და რასაც ასწავლი, ის ძალიან სიღრმისეულად უჯდება ორგანიზმში და მე ეგ არ მქონდა რა. ბავშვობაში ვისწავლე ჩხუბი. დარბაზში ჩხუბობდით ხოლმე 25 ლარიანი მათსას თათმანები გვეკეთა. კაპიც არ გვედო ხოლმე რა შლემი ვისეფარა არავის. და მიდიოდა ერთმანეთის გაგორებაზე მუშაობა და აბა ვინ დაარტყავს უფრო მაგრად ვინ დახვეწა. ანუ ეს დარჩა შენში. ეს დარჩა ჩემში კი. და ტექნიკური საკითხები უფრო მე ალბათ 16-17 წლის ასაკში დავხვეწე რა ასე ვთქვათ. რა მაინტერესებს, მინდა თან ორთაბრძოლებს, შერეულ ორთაბრძოლებს და მუშტი კრივს შევეხო. შენი სტილი, აი მე როგორც გიყურებ, როგორც ჩხუბობ, ბრძოლობ, აუცილებლად მოჩანს ხასიათი ბრძოლაში, როგორც გითხარი, ჩემი აზრით, შენ ფიზიკურად და გამძლეობის ხარჯზე ტეხავ ხშირად. ძალიან პრაქტიკული იქნებოდა ეს სკილები მუშტი კრივში. რატომღაც ესე მიმაჩნია, აი რატომღაც მიმაჩნია, რომ ესეთი სტილი როგორიც შენ გაქვს, მუშტი კრივში იდეალურად იქნებოდა. მე მაინტერესებს შენი აზრი, თავისთავად განსხვავდება ხელების ტექნიკა MMA-ში, მუშტი კრივში და კრივში, მაგრამ აი შენ როგორ ხედავ, რაში არის ეს განსხვავება? და შენთვის თუ იქნებოდა როდისმე საინტერესო ბრძოლა მუშტი კრივში. პირველი დავიწყოთ კრივში, გაქვს დიდი თათმანები. კი. ხელებში, თათმანებში დარტყმა ისე მარტივად არ ძრება როგორც შიშველი ხელებში. შიშველი ხელებში შეიძლება ყველა ანუ ეს გვაძლევს რა სხვა სტილი დაცვის. დაცვის განსხვავებული სტილი არის, განსხვავებული დისტანცია. დისტანცია, კი. მუშტი კრივში უფრო არა პროგნოზირებადი დარტყმებია. არის ტექნიკურად გამართული და ყველა არ არის. არის საიდან რა მოხდება. და ძრება დარტყმები. კი, ძრება დარტყმები. უფრო მეტი რისკის შემცველი არის დაცვის თვალსაზრისით. კი. და ვერ გადახვალ გლუხოი დაცვაში, ანუ ვერ აიფარებ ხელებს. კი, ბატონო. და რაც შეეხება ტექნიკას თვითონ დარტყმის ტექნიკა ახლა წესით არ უნდა განსხვავდებოდეს. გარდა იმის, რომ შეგიძლია დაუმიზნო დაუშვათ ხელებს შორის და გაუძვრინო დარტყმა. ანუ რაღაც არასტანდარტულის გამოყენება შესაძლებლობა კიდევ რჩება მუშტი კრივში თქო ესე მგონია. რა თქმა უნდა, არის ბექფისტი, არის ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლია არა ტექნიკური დარტყმები ღია ხელით. კი, რა თქმა უნდა, თავი ადამიანი დააზიანო. ეს უკვე ვის როგორ გამოსდის ინდივიდუალურია და რაღაცა იმას არიც არ საჭიროებს რაღაც წესების დაცვას. შენ თავი ადამიანი კარგად დააზიანო და რაც შენ კარგად გამოგდის, ვიღაც შეიძლება ესე ყველა ძლიერად მოთხოვდეს და ვიღაცა შეიძლება პირდაპირ უთხოვდეს კარგად. რაც უფრო აი პირადად ჩემ გამოცდილებას გეტყვი, რაც უფრო მე ბრძოლებს ვატარებ მუშტი კრივში, უფრო ვხედავ განსხვავებას, თან ძალიან ეთყობა ეს განსხვავება. აბსოლუტურად ორი განსხვავებული სპორტი არის კრივი და მუშტი კრივი. შეიძლება მაყურებელს მაიფიქროს, რომ უბრალოდ ხელთათმანის გარეშე, მაგრამ არა, აბსოლუტურად სხვა სპორტია. შენთვის შენ თუ განიხილავ მომავალში, აი დაუშვათ თუ იყო კარგი ფინანსური შემოთავაზება, შეეხებოდა ეს რაღაც ძალიან დიდ ბრძოლას პიარის მხრივ, თუ იქნებოდა, თუ განიხილავდი ესეთ ბრძოლას. მუშტი კრივში, MMA-ზე არ ვსაუბრობ. ამ გადმოსახედიდან არ განვიხილავ არანაირად. პირველ რიგში კრივი უფრო სხვანაირი დისციპლინებული სპორტია, ესე მგონია მაინც. სხვა დონეზეა, თავისი წესრიგით, თავისი წესებით, თავისი ისტორიით. კი, ნუ ეტალონური სპორტია, ოლიმპიური სპორტია, კი, რა თქმა უნდა. მეორე არ არსებობს ტრავმების ალბათობა. ეს არის ყველაზე უფრო ისეთი სახიფათო მომენტი ჩემთვის. მე ხშირად მქონია ტრავმები ხელებზე ძალიან ხშირი და ყოველთვის ვფრთხილდები და სულ რეაბილიტაციის ვარჯიშები, სულ სწორი ტეიპირება, არასწორი ტეიპირებით შეიძლება პატარა დარტყმების რაღაცა ამტკივდეს და ეხლა იქ წარმოიდგინე შიშველი ხელებით, შიშველ ძვალზე ცოტა არ იყოს და სახიფათოოდ მეჩვენება. აი კი დაგეთანხმები, მაგრამ გეტყვი საინტერესო მომენტს, რომ აზიანებს მხოლოდ პირდაპირ დარტყმების მოხვედრა. რამდენჯერ დავარტყი ხუკები, პრობლემა არანაირი არ მქონდა ხელზე. შენ პირადად ძმაო იმხელა
ნუ გენეტიკა მიწყობს ხელს. ხო, გენეტიკურად ისეთი ძლიერი მტევანი გაქვს. მე ვიცი შენი ისა გრიფის ძალას. კი. და საკმაოდ ბუნებრივად გაქვს ისეთი რკინის ხელები ესე გამოდის. სიმძიმე მაქვს. მე ვერ ვიტყვი რომ ეგეთი ხელებით გამოვირჩევი. ამიტომ უფრო სახიფათოდ აღვიქვა ჩემთვის ახლა მოშტიკრივი ტრაბების ხრი. ხელების გამო და თორე სხვა დარან შენი კუთხით ჩემთვის არის იდეალური, იმიტომ რომ იქ ტექნიკური დონე შედარებით ნაკლებია. ხალხი მე რაც არ მიყვარს დარბიან და დისტანციიდან არ არის ეს ხო, არ არის, ვერ იქნება. ეს იქ არ ხდება. იქ ყველა მოდის, ყველა არავინ არ გერიდება გაცვლებში გადიან კი. სოლოზე და ეგ ჩემთვის პიკნი სახებია. აი მეც ასე მგონია რომ შენგან დადგებოდა აი ჩემი აზრით ძალიან მაგარი მუშტიკრივის მე. მუშტიკრივის ოღონდ აი ეს ბლინჩიკებს რო ეზა ძალიან ხელი. შინგარდებს, ანუ ხო MMA-ს MMA-ს არა, აი კრივის ტომრის სათანები რო ხო იცი? კი. ძალიან ხელი და ეს მუშტი რო იკეთება ყველაფერი. კი რატომაც შეიძლება მოსინჯო. შეიძლება როდესმე ეგეთი მიმართულებას გაჩნდეს რატომაც არა. მაგრამ მე ესე ვიტყვი რომ ის ტეიპირება რომელიც კეთდება შიშველ ხელზე საკმარისი არის იმისთვის რომ ხელი არ დაზიანდეს. თუმდაც ალბათ ამ ნაწილებს თავისთავად არ იცავს არაერთი თითები დაცული და თითები უფრო მაინც ნაკლებად ტრამულია, უფრო ეს მაჯისულები. კი, ხო მაჯისულები კი, მაგ ხრივ დაცვა არის, მაგრამ ხო რისკი დიდი არის ხო სად მოარტყამ, როგორი დარტყმა. შენ თუ ადევნებდი თვალს UFC-ს და მინდა შეაფასო ესეთი მებრძოლი როგორც ილია თოფურია, რადგანაც ის გამოირჩევა თავის სტრაიკინგის ტექნიკით. რა სიტყოდი, თუ გაქვს ნანახი ბრძოლები და UFC-ს თუ ადევნებ თვალს? კი, რა თქმა უნდა, ქართველების ბრძოლებს ყოველთვის ვენებ თვალს. სიმართლე რო გითხრა UFC-ს დიდად გულშემატკივარი არა ვარ. კრივის ბრძოლების ყურება უფრო მეტ სიამოვნებას მაინჭებს, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. მაგრამ ქართველები როცა იბრძვიან, განსაკუთრებულად გულშემატკივრად აუცილებლად უყურებ ყველა მათ ჩხუბს. ილიასაც შეეხება, რა ვიცი, ეგ ბიჭი მე მგონი ძალიან მაღალ დონეზე ავა და მაგის სახელით არ რჩება, ასე მგონია ისტორიაში, UFC ისტორიაში. ფენომენალური არის ფეთქებადის სტრაფი. ძალიან სწრაფია, ძალიან ძლიერია ფიზიკურად. ტექნიკა აქვს, ფეთქებადობა აქვს, ძალიან მაღალ დონეზე დახვეწილი. წარმოიდგინე დარტყმას ის იაკეთებს, როგორც აი კლასიკური მოკრივე გააკეთებს. აბსოლუტურად კლასიკური ტექნიკა. ძალიან ოლიმპიურ დონეზე სწორი ტექნიკით ასრულებს ყველა დარტყმას. ჭიდაობს მაგრად, რა ვიცი, ფენომენია ეგ ბიჭია, უნივერსალურია რა. არსებობს ხასიათი ლიდერას თავარია ფსიქოლოგია, ძალიან ჯერა თავისთავის რა, ძალიან თავდაჯერებულია. ეგ მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ სპორტში. ბიჭია, გამბედავი ბიჭია და რა ვიცი, მე მგონია. როგორც მოკრივე, როგორ შეაფასებდით, ძირითად აი ერთად რო ავიღოთ რაღაც ესეთი მაჩვენებელი, როგორც დარტყმის ტექნიკა UFC-ში. აი დავიღოთ იგივე რომანდოლიძე ჩვენი, ავიღოთ მერაბ დვალიშვილი. ეტალონური ტექნიკა ნაკლებად არ აქვს ახლა კრივში, მაგრამ იგებენ ბრძოლებს, აჩვენებენ მაღალ შედეგს და რადგანაც UFC-ში არის ერთი ჩემპიონი და მეორე ტოპ 10-ში შედის, ეს ნიშნავს, რომ ეს პრაქტიკული არის. კი. მაშინ აი რატო არის ესეთი შეხედულება, რომ კრივი არის ეტალონური და ყველაზე იდეალური ტექნიკა? მე იმაზე ვფიქრობ, უბრალოდ იდეალური ტექნიკა რა მხრივ არის, პრაქტიკის მხრივ და რაღაც ქუჩაზე არის საუბარი თუ იდეალური როგორც სპორტი. ეხლა გავიხსნი მაგ განსხვავებას. მოდი ჯერ დავიწყოთ UFC და კრივი. რაღაც კუთხით შევადაროთ ერთმანეთს რა. ხშირად არის ხოლმე კამათი, რომელია უფრო რთული და ასე შემდეგ რა. პირველ რიგში მეცნიერულ დონეზე ოფიციალურად შეგვიძლია დავგუგლოთ, ვნახოთ ყველაზე რთული სპორტი სამყაროში, მსოფლიოში. არის კრივი პირველ ადგილზე. მე მე ჩვენს მიფიქრია ბევრჯერ რატო რანაირად, მაგრამ ეხლა წარმოიდგინე UFC-ს მებრძოლს, ბრძოლის მოგებისთვის აქვს რამდენი საშუალება. შეუძლია იჭიდაოს, შეუძლია იჭხუბოს, კინეულები გააკეთოს, დაახჩოს. კინეულზე გააკეთოს, დაახჩოს, მოგუდოს, თავისი ფიზიკური ძალა გამოიყენოს, ფეხში ჩაარტყას, ფეხი მაგრა ეხლა მოკრივეს შეუძლია რომ მხოლოდ დადგეს და დარტყმა უნდა აიცილოს და დაარტყას. და ამ დარტყმებიდან 80-90% მოდის თავში პირდაპირ, არც ფეხში გითხოვს არავინ არ. ანუ სტრესულია ბევრად უფრო ცოტა რაღაცის გამოყენების საშუალება აქვს და ამ ცოტაში ეჯიბრებით ერთმანეთს შენ და შენი მოწინააღმდეგე. ვინ უფრო ძლიერად დაარტყავს, ვინ უფრო ძლიერად აიტანს დარტყმას, ვინ დაიცავს. ანუ შენ რესურსია ჩადებული მაქსიმალურად რომ ეს ცოტა განვითარდეს. შენ გაქვს უფრო ცოტა საშუალება მოსაგებას. და ამ ცოტაში უნდა აჯობო შენ. იქ უფრო მრავალფეროვნებაა და შეიძლება თუ ეს არ გამოგდის, გამონახო რაღაც გამოსავალი, შენი გონებრივი მდგომარეობა, შენი ფიზიკური მდგომარეობა გამოიყენო რაღაც სხვა კუთხით შემოუვარო იქიდან აქედან და ანუ კი მესმის რაც ამბობ უფრო მეტი გზა მონახო მოსაგებად მოკლედ. არის შენი აზრით აი რომ ავიღოთ რაღაც სამი მაჩვენებელი
MMA-ის ტექნიკა, სტრაიკინგის და კრივის ტექნიკა. აი რა იქნებოდა ეს? შეგიძლია რაღაც მებრძოლის მაგალითი? ხარა სიმართლე რო გითხრა, მაგითხოს რომ სრულყოფილი პასუხი გასცეს ადამიანმა. აუცილებლად კარგად მოიყო ჩახედული ორივე სპორტში, კრივშიც და MMA-ში. ვერ დავიკვეხნი ნამდვილად რომ ეხა MMA კარგად მესმის, რა თქმა უნდა, სპორტსმენი ვარ და აღვიქვავ და მესმის და ჩემი შეხედულებები მაქვს შეიძლება, მაგრამ შეიძლება ვერ შევაფასო ყველაფერი სწორად. იმიტომ რომ არ ვდგარ ვარ ოქტაგონზე, რაც თავარია და იმ თათმანებით არ მიჩხუბია. პირველ რიგში ეს არის. რაც არ მოსწონს იმის საშუალებას, რომ ყველაფერზე ეხა გამოცდილება სწორი პასუხი გავცე. რაც შეეხება ხა ჩემ მოსაზრებას, რა განსხვავება არის სტრაიკინგი? კი. ალბათ პირველ რიგში მოკრივეს რო უდგეხარ, ხელებს და ტანს აკონტროლებ და აღიქვავ ამ ზედა ნაწილში რა შეიძლება გაკეთდეს და უფრო ცოტა რაღაცისგან გიწევს თავის დაცვა იმ მომენტში. MMA-ის სტრაიკინგში ალბათ უფრო სხვა დისტანცია გჭირდება, ალბათ უფრო ფეხის თრაჩეული გაუკეთოს. ფეხებს უნდა იზრუნო და დაცვაზე. დაცვაზე უნდა იფიქრო, ხელებისათვის უნდა იფიქრო, დისტანციის კონტროლზე, რომ ჭიდაობაში რაღაც არასწორ. ალბათ დისტანცია არის მთავარი განსხვავებული. სწორი დისტანცია, განსხვავებული დისტანცია იქნება აუცილებლად კრივსა და MMA-ის შორის, ჩემი აზრით. სხვა დანარჩენად არ ვიცი. არ ვიცია შეიძლება. თუ გახსენდება ესეთი მებრძოლი, ჩაკლიდელი, ამერიკელი ფრანგი. ფრანგი იყო წარმოშობილი, ცხოვრობდა ამერიკაში. ძალიან განსხვავებული ტექნიკა ჰქონდა, მაგრამ აკეთებდა რაღაც სანახაობრივ ნოკაუტებს, აბსოლუტურად არასტანდარტული, აი მისი ხუკები გავდა პირდაპირ ხუკებს, ანუ რაღაც აუცილებლად ნახე ჩაკლიდელ. და არის ბევრი მებრძოლი, რომელსაც გააჩნია არასტანდარტული ტექნიკა, მაგრამ ამის მიუხედავად აკეთებენ სანახაობრივ ბრძოლებს და ძალიან ლამაზ ნოკაუტებს. მაინტერესებს კიდე შენი აზრი ბრძოლის დროის შესახებ. ანუ კრივში ეს არის 2 წუთი და 3 წუთი, ოლიმპიურში 3 წუთია ყველგან უკვე კრივში. ადრე იყო 2 წუთი. წლების წინ. ანუ ახლა 3 წუთზე გადავიდა. 4 რაუნდი იყო, ახლა ოლიმპიურში არის 3 რაუნდი 3 წუთიანი, პროფესიონალებში არის უკვე გადახურვის. მუშტი კრივში არის 2 წუთი და MMA-ში არის 5 წუთი. რა განსხვავება არის მომზადებაში შენი აზრით? აი ტექნიკურ ასპექტს არ ვეხებით, აი მომზადება სპორტსმენი რომ იჩხუბოს 5 წუთი, 2 წუთი და 3 წუთი. 3 რაუნდი. აზრით 2 წუთიან რაუნდებს ჭირდება უფრო მაღალი ინტენსიური მუშაობა ამ 2 წუთში. კი. უფრო ცოტა დრო გაქვს და უფრო მეტი რაღაცა უნდა მოასწრო. 5 წუთიან რაუნდსაც შეეხება, პირიქით უფრო უნდა გაანაწილო შენი ზალები, რომ პირველ 2 წუთში არ დახარჯო, ან 3 წუთში არ დახარჯო ეს შენი ენერგია და გაყოს თველი 5 წუთის განმავლობაში. აი შენთვის რო იყოს ამოცანა, შენ ახლა ემზადები ბრძოლებისთვის, 3 წუთიანი ბრძოლებისთვის, აი დაუშვათ რომ წარმოვიდგინოთ ესე, რომ შენ გეროდა კრივში ბრძოლა 5 წუთიანი. რა შეიცვლებოდა? პირველ რიგში საწვრთნელი ვარჯიშების რაუნდების დრო იქნება. რაუნდების დრო. აუცილებლად დავიწყებდი მზადებას 5 წუთიანი ვარჯიშებით, შემდეგ უფრო ალბათ შედარებით უფრო დაბალი ინტერვალური და ინტენსივობას ამბობდა. და ინტენსივობა იქნება დაბალი და ხანგრძლივობა იქნება უფრო შედარებით მეტი. შენი აზრით ახლა შეუძლია სპორტსმენს 5-ვე წუთი იჩხუბოს, ну, ვისაუბროთ ახლა 80 კილოზე და 90 კილოზე, ვისაუბროთ 60 კილოზე, იჩხუბოს 5 წუთი, აი მაღალ დონეზე და სულ ფეთქებადობით. ალბათ ეგ ორი განაწილება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელი ადამიანის შესაძლებლობები ჩემი აზრით არის უსაზღვრო. და როგორ მოემზადები ამისთვის და როგორ მიიყვან შენ თავს, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა შენ რაც შეგიძლია 1 წუთის განმავლობაში რომ გააკეთო 100%-ით თუ მაგას გააკეთებ, შენი რესურსები რა თქმა უნდა დაიცლება. ამიტომ უნდა ისწავლო სწორი განაწილება. აუცილებლად სადღაც შეგიძლია აფეთქდე, შემდეგ აუცილებლად პატარა ინტერვალი უნდა აიღო და ისვენო, აღიდგინო ორგანიზმის ძალები, შემდეგ ისევ 100%-ით შეიძლება აფეთქდე, ან შეიძლება აფეთქდე 80%-ით, 70%-ით. პირველ რიგში მაინც განაწილებაა ყველაფერი და გამოცდილებასთან ერთად მოდის ეგ, როცა ეხა 12 რაუნდს იბრძვიან ხოლმე მაგალითად. კი. და დაგვირებული ვარ და ყოველთვის მაგათი კუნთები ძალიან მოდუნებულია, ძალიან თავისუფლად აკეთებენ ყველაფერს და სტრესი არ აქვს ფსიქოლოგიური. კი. და გონებრივი იმ დონეზე, რომ ამან დაღალონ. 12 რაუნდი იბრძვიან კარგად, მაღალ ტემპში საკმაოდ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაინც ყველა მათგანი გონებრივად ფსიქოლოგიურად იმორჩილებს თავის ნერვებს, თავის კუნთებს, თავის ორგანიზმს და ეს მთელი თავის რესურსის უესრად იმ კონკრეტულ მომენტში დახარჯვას არ დაუშვებენ. ეს ფსიქოლოგიაც არის, რა. განაწილება, ფსიქოლოგია რა თქმა უნდა, ფსიქოლოგია მოდის ყველაფერი, გამოცდილება და
აზროვნება რა. თუ ღელავ, თუ ძალიან ემოციური სტრესი გაქვს, აუცილებლად მალე დაიგლები რა. კი, ეგ 100% ესე არის. კიო, ჩვენ გქონდა ძალიან 2025 წელი დაიწყო ძალიან საინტერესო ბრძოლებით, ჩატარდა მეორე ბრძოლა ბივოლის და ბეტერბიევის. ვფიქრობ, რომ ჩვენ პირველი ბრძოლაც ნახე და მეორე ბრძოლაც ჩატარდა ბრძოლა 2024-ში მოხდა, ოღონდ ეს ფიურისი და უსიკის, ხო, თუ არ მეშლება 4-ში მოხდა. და ეხლა საკმაოდ საინტერესო ვარიანტები არის განვითარების. პირველ რიგში მაინტერესებს შენი აზრი მესამე ბრძოლაზე ბეტერბიევი ბივოლი. შენი აზრით როგორ დასრულდება, როგორ შეაფასებდი? ჩემი აზრით მეორე ბრძოლაზე ბეტერბიევი პირველ რიგში ბივოლი იყო გაცილებით უკეთ მომზადებული. ის შეცდომები ზუსტად ის ზედმეტი სირბილი და ზედმეტი მორიდება ქონდა რა უფრო ვერ მიდიოდა თამამად წინ თქო პირველ ბრძოლაში. პირველ ბრძოლაში საერთოდ ნაკლები ქონდა აგრესია და ნაკლები ქონდა ინიციატივა. ეხლა უკვე ინიციატივა თავად აიღო და ბევრად მეტი დარტყმები გააკეთა. ბევრად უფრო აგრესიული იყო ვიდრე პირველ ბრძოლაში. და ამან თავისი შედეგი გამოიღო ზუსტად ეგ აკლა პირველ ბრძოლაში. ბეტერბიევს რაც შეეხება, ბეტერბიევი ვიცით როგორ ემზადება, რა სისტემით, როგორ სისტემა არ ვიცით, მაგრამ დაახლოებით ის რომ სინძინეებზე მუშაობა ძალიან უყვარს, ძალისმიერი. ბეჭების ვარჯიშები ბევრი მაგ გადაღებული მაგ. სხვადასხვა მწვრთნელი ახლა სადაც ვარჯიშობდი, მწვრთნელმაც თავად აღნიშნა, რომ ზედმეტად დაკაჩავებული იყო, ზედმეტად დაძაბული იყო მაგის კუნთები და ამ ყველაფერმა იმის საშუალება არ მისცა მაგის ხელებს, რომ თავისუფლად გაფრინდეს. მაგრამ სტატისტიკა ქონდა 100%-იანი ბივოლამდე 100, იმიტომ რომ ყველა ბრძოლა ქონდა ნოკაუტით მონაგები. და ბივოლის სხვა დონის მოკრივია. და რომ შევადაროთ ზუსტად განსხვავება არის, შეიძლება ვთქვათ ორი აბსოლუტურად განსხვავებული სტილის მოკრივე არის. ყველანაირად ფიზიოლოგიურად პირველ რიგში ეს არის ძალიან ძალისმიერი შედარებით და ბივოლის საკმაოდ რო შეხედო, ყველა დარტყმა ძალიან ეს თავისუფლად მიფრინავს ჰაერში. ჩელნოკია ძალიან მაგარი ძალას არ ატანს დარტყმას, ძალიან თავისუფალია. ანუ შენ შეგიძლია დაეთანხმო ესეთ გამოთქმას, რომ აი იგრავიკი სულ აჯობებს აგრესორს? არა, არანაირად. სწორი აგრესია, სწორი ტექნიკასთან ერთად, აუცილებლად და სწორ ფიზიკურ კონდიციებთან ერთად. აგრესია ყოველთვის არის უპირატესი ჩემი აზრით. თამაში შეიძლება ვერ აგიყოლიოს და თამაში შეიძლება ვერ აჯობო, მაგრამ თუ ძალიან კარგად უფრო უკეთესად შეიძლება ბრძოლა და ამ ბრძოლაში შენ თუ ჩაითრე, ყოველთვის აჯობებს, ხო, მოთამაშეს. ნუ ტექნიკა აყალიბებს ბრძოლას კი, ეგ ყოველთვის ეს ამას აჯობებს, ძალიან გაუმართლებელი იქნება მაგის თქმა, იმიტომ რომ არ იცი არასდროს რა მოხდება წინასწარ, როგორანაირად გამვითარდება მოვლენები, მაგრამ ვერ იტყვი რომ რაღაც კონკრეტული სტილი, კონკრეტულ სტილს აჯობებს. ყოველთვის არის ეგ უკვე მოკრივეების მომზადებაზე დამოკიდებული, ვინ რა წარმოადგენს, ვინ რა პიროვნება, როგორ ხასიათი აქვს, როგორი ფიზიკური მონაცემები აქვს, როგორ არის მომზადებული ამ ბრძოლისთვის და შესაბამისად გება ხომ შედეგი. საინტერესო შეკითხვა მინდა დაგისვა. ბივოლი ბოლო ინტერვიუში საუბრობდა კრუზერვეიტში გადასვლაზე, ანუ სწორედ ესე მოთასლა. უსიქს არ ყავს მოწინააღმდეგე. რჩება მხოლოდ ვარიანტი რევანშის ფიურისთან, მაგრამ ფიური ამბობს, რომ დაასრულა თავისი კარიერა და შესაძლებელია, შეიძლება ეს არის საუბარი 30%-ზე და 20%-ზე, მაგრამ რომ მოხდეს ესეთი ბრძოლა ბივოლი უსიკი. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოხდა, რომ ეს ბრძოლა მოხდება, შენი აზრით როგორ განვითარდება ეს ბრძოლა? აი, ეს იქნება ფანტასტიკური ბრძოლა, ალბათ. ყველაზე მოსალოდნელი და ყველაზე სასურველი ბრძოლა იქნებოდა ჩემთვის. კი, ძალიან. თანაც პროფესიონალურ კრივში კრუზერვეიტი. ეგ წონით კატეგორია, სადაც მე ვარ ახლა. კი. ნაკლებად შემოსავლიანია. სამწუხაროდ ესია, იმიტომ რომ ზემოთ არის მძიმე წონა, ქვემოთ არის მძიმე წონა და ნუ ისია ყველაფერი გადანაწილებული, რომ ამ წონაში ხოლმე ესეთი ვარსკვლავები თავს იშვიათად იყრიან. პირველ რიგში წონისთვის იქნება ძალიან სასარგებლო და კრივისთვის იქნება ძალიან მაგარი. ეს წონა ბევრად უფრო პოპულარული გახდება. რაც შეეხება ახლა უშუალოდ ბრძოლას. აი კონკრეტულად რო გითხო, პირველი 3 რაუნდი როგორ, აი შენი აზრით როგორ, აი როგორ წარმოგიდგენია ეს ბრძოლა? არ ვიცი, რატომაც ახლა ამ წუთას მგონია, რომ უსიკი პირველ რიგში ბევრად უფრო ძლიერი იქნება ფიზიკურად. ფიზიკურად ფიქრობ უფრო ძლიერი იქნება. იმეში აქვს ნაბრძოლი ამდენი. ჯერ ერთი. მეორე გაბარიტულადაც მაღალია. ბევრად არა. ბევრად არა, მაგრამ მაღალი არის. გრძელი ხელებიც აქვს. ბივოლის სტილიდან გამომდინარე, ეს ბიოლისთვის იქნება პრობლემის შემცველი, ჩემი აზრით. მაღალ ადამიანთან გრძელი ხელებიანთან თავისი სტილი ესე მარტივად არ გამოდგება. ორივეს აქვს ფენომენალური ფუტვორკი,
კი, ორივე. ნუ მოკლედ ეს იქნება რაღაც შახმატი, ოღონდ ძალიან მაღალ სიჩქარეზე. ესეც რევანშსაც უყურებდი და მესამე ბრძოლასაც ძალიან უყურებდი. საინტერესო იქნებოდა. ნამდვილად ვისურვებდი ეგეთი ბრძოლის ყურებას რა. შეიძლება რომ ეს მოხდეს. ფიქრობ რომ ეს უნდა მოხდეს. კრივისთვის ეს სასარგებლო იქნება ძალიან. ძალიან მაგარი იქნება. გიო, რამოდენიმე სიტყვა შენ მომავალ გეგმებზე, რისთვის ემზადები ახლა, ან რა პერიოდი გაქვს ახლა მომზადების, დასვენების და როგორ გზნობ თავს? ორ კვირაში წავალთ აზერბაიჯანში შეკრებაზე ნაკრებთან ერთად. იქ მე ტურნირს ვიჩხუბებთ აზერბაიჯანში. საერთაშორისო ტურნირს, შემდეგ უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის იგეგმება მზადების დაწყება, უბრალოდ ჯერ ზუსტად არ ვიცით მსოფლიო ჩემპიონატის ზუსტი თარიღი. სავარაუდოდ ივნისში ვემზადებით ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მაგაზია ძირითადი აქცენტი. შემდეგ უკვე მაქსიმალური აქცენტი გაკეთდება ისევ შემდეგ პროფესიონალურ ბრძოლაზე. ნახოთ რა როგორ იქნება ჩემს მენეჯერთან, გუნდთან ერთად დავალაგებთ მაგ ყველაფერს. ვინ არის შენი მენეჯერი? ზვიადი ფურცხვანიძე არის ჩემი. იცი რომ ძალიან კარგად ალაგებს. ძალიან კარგი ადამიანია პირველ რიგში, მადლობა მინდა რომ მოუხადო მას კიდევ ერთხელ აქაც. წლების რაღაც 2 წლის წინ შევხვდით ერთმანეთს. ზუსტად მაგის შემდეგ დაიწყო ჩემი პროფესიონალური და ძალიან დიდი წინსვლა გააკეთა ამ წელიწადში. ბევრი საწვრთნელი შეკრება, ბევრჯერ გამიშვა მოსამზადებლად საზღვარგარეთ, ბევრჯერ დამეხმარა ესე ვთქვათ კვალიფიკაციის ამაღლებაში, რომ უფრო მაღალ დონეზე ავსულიყავი ამ სპორტში და ნამდვილად იმსახურებს მადლობას, მინიმუმ მადლობას ჩემგან. ხო, თავად სამენეჯერო საქმესაც შეეხება, საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს თავადაც. 23 ბრძოლა პროფესიონალურ კრივზე ჩატარებული. სერგეი კოვალევთან ერთად ვარჯიშობდა, ძალიან ახლო მეგობრები არიან. სამოყვარულო კრივშიც დაახლოებით 150 ბრძოლამდე აქვს და ესმის რა არის კრივი, რას ნიშნავს რომ იყოს სპორტსმენი, რას ნიშნავს რა ჭირდება სპორტსმენს თავისი განვითარებისთვის, თავისი მიზნების მიღწევისთვის, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, ცდილობს რომ ყოველთვის დაგვეხმაროს საკუთარ მოკრივეებს და ყოველთვის გვერდში გვიდგას რა. მოკლედ კარგია რომ ესეთი ადამიანი ყავს გვერდით. გიო, მე გისურვებ რომ უფრო მეტი კარგი ადამიანი იყოს შენს გვერდით, მე გისურვებ შენ დიდ გამარჯვებებს სპორტშიც, ცხოვრებაშიც და ძალიან მიხარია რომ ესეთი სპორტსმენები ჩვენ გვყავს. მადლობა დღეს რომ მობრძანდი ჩვენ პოდკასტზე და კიდე აუცილებლად გელოდებით.